ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ბიძაშვილებთან ქორწინება ცუდია და საშიშია ჯანმრთელობისთვის, მაგრამ იცოდით, რომ ბიძაშვილებთან ქორწინების წინააღმდეგ რაიმეს თქმა სინამდვილეში ისლამოფობიად ითვლება ამ პარლამენტარის თქმით? ნეტავ შემეძლოს მეთქვა, რომ ვაჭარბებ. შეგიძლიათ თავად მოისმინოთ. არსებობს დოკუმენტირებული ჯანმრთელობის რისკები ბიძაშვილებთან ქორწინების შემთხვევაში. და ვეთანხმები, რომ ეს პრობლემაა. ეს ნამდვილად პრობლემაა, რომელსაც მეტი ყურადღება სჭირდება. ბიჭებო, ეს არ არის პრობლემა, რომელსაც მეტი ყურადღება სჭირდება. ეხლა გაჩვენებ სტატისტიკას, თუ რამდენი ბიძაშვილებს შორის ქორწინება ხდება გაერთიანებულ სამეფოში გარკვეულ დემოგრაფიულ ჯგუფებში და რა ფიზიკური საფრთხეები ახლავს ამას კარგი. საოცარია, რამდენად ცუდია ბავშვებისთვის, როცა ისინი ბიძაშვილებს შორის ქორწინებიდან იბადებიან. სტატისტიკა უბრალოდ შოკის მონგრელია. ეს მხოლოდ ჯანმრთელობისთვის არ არის ცუდი, ეს შოკის მონგრელია. Თვალნაშორის მოგესალმებით გადაცემაში Pushback-ი, მე მირაკი ვარ, თქვენი წამყვანი. ჩვენ წინააღმდეგებით იმ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ გაანადგურონ დასავლური ქვეყნები, რომლებიც ჩვენთვის ძვირფასია. თუ შენ ეს შენიშნე, მაშინ მოგესალმები. შენ იპოვე შენი ხალხი. ასე რომ არ დაგავიწყდეს გამოიწერო ეს არხი, გააზიარე ეს ვიდეო და აცნობო ხალხს რას ვაკეთებთ აქ, რადგან დიახ, შენ იპოვე შენი ხალხი. ქალწულობის ტესტირება, იძულებითი ქორწინებები და ქალთა თავისუფლება. იძულებითი ქორწინებები უნდა აღიკვეთოს და ქალთა თავისუფლება უნდა იყოს დაცული. მან თითქმის თქვა, რომ თავისუფლება ქალებისთვის უნდა აიკრძალოს. ფროიდისეული შეცდომაა ძვირფასო, ზოგჯერ ასე ხდება. თუმცა ამ პრობლემის გამოცდორების გზა არ არის სახელმწიფოსთვის უფლების მიცემა, რომ აკრძალოს სრულწლოვან ადამიანებს ერთმანეთზე დაქორწინება, მით უმეტეს, რომ მე არ ვფიქრობ, ეს ეფექტური ან აღსრულებადი იქნება. ამის ნაცვლად ამ საკითხს უნდა მიუდგეთ როგორც ჯანმრთელობის ცნობიერების ამაღლების და კულტურულ პრობლემას, სადაც ქალებს აიძულებენ დაქორწინებას მათი ნების საწინააღმდეგოდ. მაბატიეთ. თქვენ ამბობთ, რომ დიდ ბრიტანეთში ცენზურას უწესებენ ყველას, ვინც ისლამის წინააღმდეგ საუბრობს. გამოსავალი არ არის ის, რომ ვინმესთან კანონიერი ქორწინება პრობლემად აქციო. გამოსავალია, რომ კულტურულად დაეხმარო ამ ადამიანებს. ჭკუა დაკარგე? რაც სინამდვილეში გსურს თქვა იქბალ მუჰამად, რომელიც რადომღაც პარლამენტარი გახდა, ისაა რომ ამბობ. არ ჩაერიოთ, მოგცეთ ჩვენი საქმის კეთების უფლება და ჩვენ თქვენს ჩაგითრევთ თამაში. მაგრამ მანიპულაცია აქ არ მთავრდება, ყველაფერი უფრო უარესდება. ამას აკეთებთ, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ბევრი ადამიანისთვის ეს ძალიან გრძნობიარე საკითხია. და ამაზე საუბრისას უნდა ვეცადოთ, რომ თავი იმ ადამიანების ადგილას წარმოვიდგინოთ, რომლებიც შესაძლოა ჩვენი კულტურიდან არ არიან, რათა უკეთ გავიგოთ, რატომ არის ეს პრაქტიკა ასე ფართოდ გავრცელებული. გულისხმობ იმას, რომ უბრალოდ წამით შეცვალეთ სიტყვა ბიძაშვილებთან ქორწინება, სიტყვით პედოფილია და თავიდან მოусმინეთ რას ამბობს ის. უნდა ვეცადოთ, რომ თავი იმ ადამიანების ადგილას წარმოვიდგინოთ, რომლებიც შესაძლოა ჩვენი კულტურიდან არ არიან, რათა უკეთ გავიგოთ, რატომ არის ეს პრაქტიკა ასე ფართოდ გავრცელებული. დაახლოებით 35-დან 50%-მდე სუბსაჰარული აფრიკის მოსახლეობისა ან ამჯობინებს, ან იღებს ბიძაშვილებთან ქორწინებას და ეს პრაქტიკა უკიდურესად გავრცელებულია ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ აზიაში. კარგი, ანუ რას ამბობ, რომ ახლა დიდი ბრიტანეთი ასეთია, ანუ ეს ხდება და ამიტომ ეს უნდა აიკრძალოს. ეხლა ერთი წამით დავბრუნდებით ამ ვიდეოზე, მაგრამ მინდა ყველას შევახსენო, რომ სწორედ კիր სტარმერმა დაბლოკა ქორწინებების აკრძალვა დიდ ბრიტანეთში. პირველი ხარისხის ბიძაშვილებს შორის ქორწინებას სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები ახლავს, რომელთა უმეტესობაც მხოლოდ დაბადების შემდეგ ხდება ცნობილი. როდესაც ეს პრაქტიკა თაობიდან თაობაზე მეორდება, არსებობს მნიშვნელოვანი გამაძლიერებელი ეფექტი. გარდა ამისა, ჩვენ საზოგადოებაში გახსნილობასა და ქალთა უფლებებზე რეალური გავლენაც საკმაოდ დიდია. საბოლოო ჯამში, ერთი და იმავე ბებია ბაბუის გაზიალებას მნიშვნელოვანი დინამიკა ახლავს თან. პარასკევს ამ მთავრობას აქვს არჩევანი. მისცეს ჩემს კანონპროექტს საშუალება, გადავიდეს კომიტეტის ეტაპზე და აკრძალოს ბიძაშვილებს შორის ქორწინება. გაიაზრებს თუ არა პრემიერ-მინისტრი, კიდევ ერთხელ, სანამ თავის პარტიის უიპებს დაავალებს, დაბლოკონ ეს კანონმდებლობა. მე უნდა გავაკეთო რაღაცები. ბატონო სპიკერო, ჩვენ უკვე დავიკავეთ ჩვენი პოზიცია ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. მადლობა. პრემიერ-მინისტრის კითხვები დასრულდა. ან მათ დაბლოკეს კანონპროექტი. კარგი. მათ მართლა დაბლოკეს კანონპროექტი. გოგოებო, იცით რა ხდება NHS-ში ამ ყველაფერთან დაკავშირებით? რადგან ეს ნამდვილად სიგიჟეა. მინდა ერთი წამით შეხედოთ ამას. NHS-ის რეკომენდაციაში წერია, რომ ბიძაშვილებთან ქორწინებას აქვს სარგებელი, მიუხედავად დაბადების დეფექტების რისკისა. ტორი დეპუტატი ამბობს, რომ ჯანდაცვის სამსახურმა უნდა შეწყვიტოს მამნე კულტურული პრაქტიკების მხარდაჭერა. მოდით ერთი წამით წავიკითხოთ ეს.
საშიშია, რომ პაკისტანი ბირთვული იარავით აღჭურვილი სახელმწიფო მსოფლიოში ყველაზე მეტად იმბრედული ქვეყანაა. სამედიცინო კვლევები აჩვენებს, რომ ბიძაშვილებს შორის ქორწინებიდან დაბადებულ ბავშვებს 400%-ით მეტი შანსი აქვს, რომ მათი IQ 70-ზე დაბალი იყოს. დიდ ბრიტანეთში NHS Bradford-ის კვლევამ აჩვენა, რომ ბრიტანელ-პაკისტანელებს შორის ქორწინებების 77% ბიძაშვილებს შორის ხდება. და ეს არის შემზარავი ვიდეო იმისა, რაც რეალურად ხდება, ხო ასეა. ეხლა ნამდვილად არ მინდა ეს ნახო, რადგან არ ვფიქრობ, რომ ეს ნორმალურია. მაგრამ NHS დიდ ბრიტანეთში ძალიან დიდი კრიტიკის ქვეშ მოექცა, ისევე როგორც Keir Starmer-ი ამ ყველაფრის გამო. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ როცა უყურებ, რას ამბობენ ხალხი კალსიზე, რას იტყვის Keir Starmer-ი პრემიერ-მინისტრის მურიგ კითხვებზე. NHS, ანუ ეროვნული ჯანდაცვის სამსახური, ერთ-ერთი მთავარი საკითხია, რაზეც ხალხი მას კითხავს. რატომ? იმიტომ რომ მათ იციან, რომ NHS ფაქტობრივად დაინგრა და ის ჩავარდა ისლამისტურ ხელში. სხვათა შორის კალსი სპონსორობს ამ აპლიკაციას და ისინი ყველაზე დიდი პროგნოზების საფონდო ბირჟაა შეერთებულ შტატებში, რაც ნიშნავს, რომ აქ ხედავთ, რას ფიქრობენ ადამიანები სინამდვილეში, სად დებენ ფულს, სად არის მათი პროგნოზი. ასე რომ აუცილებლად ჩამოტვირთეთ კალსის აპლიკაცია და გამოიყენეთ კოდი MEIRA, რათა მიიღოთ $10, როცა $10 ვაჭრობთ. კალსი იწერება ასე: KALSHI. კიდევ ერთხელ, დადეთ ფული თქვენს პროგნოზზე და აღმოაჩინეთ, რას ფიქრობენ ადამიანები ყველაფერზე, რაც ხდება, რადგან ეს ნამდვილად სიგიჟეა. მართლა მგონია, რომ ეს ყველაფერი სულიად გასაოცარია. ისინი აკეთებენ სახეს, თითქოს ბიძაშვილებთან ქორწინება ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. ბრიტანეთის ეროვნული ჯანდაცვის სამსახური ამბობს, რომ პირველ ბიძაშვილებს შორის ქორწინება და შვილის გაჩენა შეიძლება სასარგებლო იყოს. და რისკები, როგორც თავად ამბობენ, გადაჭარბებულია. ამას ახალი დოკუმენტები აჩვენებს. ანუ რა ითვლება გადაჭარბებად? NHS-ის რეკომენდაციებში მიანებისთვის ნათქვამია, რომ ბიძაშვილებს შორის ქორწინების შემთხვევაში 15%-ს ბავშვებში განშვებში გენეტიკური დაავადებები უვითარდებათ, მაშინ როცა არამონათესავე მშობლების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 3%-ია. ანუ თუ ვინმე გეტყოდათ, რომ არსებობს რაღაც, რაც ასე მნიშვნელოვნად გაზრდიდა რისკს, რომ თქვენ შვილებს გენეტიკური გადახრები ან პრობლემები ქონოდათ, ეს არ იქნებოდა თქვენთვის საკმარისი შემაკავებელი ფაქტორი. ჩემთვის ეს ნიშნავს იმას, რომ ვინ უნდა მოიყვანოს ამ სამყაროში ბავშვი, რომელსაც გენეტიკური დეფიციტები ექნება. რა თქმა უნდა, თუ ღმერთი ასეთ შვილს გაჩუქებს, ყველაფერს გააკეთებ, რომ მასზე იზრუნო. მაგრამ თუ იცი, რომ გაქვს არჩევანი, ან შეანცი, რომ ასეთი ბავშვის გაჩენის ალბათობა, ან მნიშვნელოვნად გაზარდო ის, რატომ უნდა ერჩიო გაზრდა. განსაკუთრებით თუ სამედიცინო სისტემას წარმოადგენ. გაითვალისწინე, თუ ადამიანებს სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები თქვნი, ეს დამატებით ტვირთს აყენებს NHS-სა და მთლიანად ჯანდაცვის სისტემებს. სწორედ ისინი, ვისაც ამ ყველაფერთან განკლავება უწევთ, ხო ასეა? ასე რომ NHS არა მხოლოდ ავცელებს რაღაცას, რაც ჯანმრთელობისთვის საშიშია, არამედ ისინი საკუთარ სისტემებსაც გადატვირთავენ, რადგან კიდევ უფრო მეტ ასეთ ადამიანს ქმნიან, რაც საბოლოოდ იმას ნიშნავს, რომ ჩვეულებრივ ადამიანებს აღარ აქვთ ისეთი ცდომა სისტემაზე. ეს ძალიან მარტივი მათემატიკაა. დაუჯერებელია. ეხლა საქმე კიდევ უფრო მძიმდება, რადგან როცა ხედავ, რომ ამაზე საუბარი ისლამოფობიური არ არის და ასევე სიგიჟეა, რომ მთავრობა ამას არ გძალავს, იმიტომ რომ იცის, ამომრჩევლები აღარ მისცემენ ხმას, იმიტომ რომ ამ თემებში ბიძაშვილებთან ქორწინების მაჩვენებელი ძალიან მაღალია, ამაზე საუბარს აქტიურად აჩერებენ. მოусმინეთ ამ გიჟურ ინტერვიუს. მე ავიღე შვებულება Times-იდან და Sunday Times-იდან, რათა ბიძაშვილებთან ქორწინების შესახებ კვლევა ჩამეტარებინა. მე ვფიქრობ, ეს სკანდალია ამ ქვეყანაში. ძალიან მაღალია ბიძაშვილებთან ქორწინების მაჩვენებელი. არსებობს პრობლემები კულტურულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით, რადგან როდესაც ბიძაშვილებზე ქორწინდები, რჩები ჩაკეტილ ჯგუფში და ეფექტურად ვერ ინტეგრირდები. ასევე თანდაყოლილი პრობლემები გენეტიკური რეცესიული დარღვევების გამო. ურეკავდი მეცნიერებს, რომლებმაც სტატიები დაწერეს, პასუხს არ ვიღებდი. ისინი შეშინებულები იყვნენ ამ თემაზე საუბრის, ეშინოდათ თავიანთი აზრის გამოხატვის. რადგან ეს ძირითადად პაკისტანური საზოგადოებაა. და ერთ-ერთ სტატიაში იყო მტკიცებულება, რომელიც არაოფიციალურად გავიგე, სადაც ნაჩვენები იყო ინცესტის ძალიან მაღალი მაჩვენებელი პაკისტანურ საზოგადოებაში, დიდი ბრიტანეთის ბიობანკის მონაცემებით. ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალური მომსახურებისთვის და სხვა სფეროებისთვისაც, მაგრამ ის არ გამოქვეყნდა, რადგან ეთიკის კომიტეტმა ჩათვალა, რომ ეს შეიძლება რასობრივ დაძაბულობას გამოიწვია. თუ მემარცხენეები, ესე ვთქვათ, ძად არ იქნებიან მიიღონ ეგრეთ წოდებული ვოუქური გადამეტება, ისინი გააგრძელებენ პოპულისტური მემარჯვენეების გაღიზიანებას. და ფიქრობ ეს ყველასთვის საზიანოა. სიგიჟეა, რომ საზოგადოებებში მაღალი ინცესტის მაჩვენებლებს მალავდნენ იმის შიშით, რომ რასობრივ დაძაბულობას გაამწვავებდნენ. კარგი, ეს არის ის ფონური სიტუაცია, რაზეც ვსაუბრობთ. გვაქვს ეს სკანდალი ბიძაშვილებთან ქორწინების შესახებ.
დიდი ბრიტანეთის მთავრობა ამაზე არაფერს აკეთებს. გაქვთ სტატისტიკა, რომელიც აჩვენებს, რამდენად საშიშია ეს. 400%-ით უფრო მაღალია შანსი, რომ ადამიანს 70-ზე დაბალი IQ ჰქონდეს. ბრიტანელ-პაკისტანელებს შორის ქორწინებების 67% ბიძაშვილებს შორის ხდება. NHS წარმომადგენლები ტყუიან, მათი სისტემა გადატვირთულია და ისინი თავს ისე აჩვენებენ, თითქოს ეს კარგია, რადგან ძალიან ეშინიათ. შვედეთში ახლა ბიძაშვილებსა და ახლო ნათესავებს შორის ქორწინებას კრძალავენ, რადგან მიხვდნენ, რომ ეს მართლაც პრობლემურია. და მაინც აქ არის ეს ადამიანი, რომელიც ამტკიცებს, რომ ამის წინააღმდეგ რაიმეს გაკეთება ისლამოფობიურია. ჩვეულებრივი ადამიანები ოჯახის შიგნით ქორწინებას მთლიანობაში ძალიან დადებით მოვლენად მიიჩნევენ, როგორც რამეს, რაც ოჯახურ კავშირებს აძლიერებს და ოჯახებს ფინანსურად უფრო მყარ საფუძველზე ატენებს. თქვენ ჩვეულებრივი ადამიანი ხართ, ვინც ასე ფიქრობს. უბრალოდ ინტერესის გამო გეკითხებით. თუმცა, როგორც კარგად არის დოკუმენტირებული, ესეთი ურთიერთობების ბავშვებისთვის ჯანმრთელობის რისკები არსებობს. რატომ არის, რომ ბავშვები ყოველთვის ისწირებიან ისლამიზაციის საკურთხეველზე? რატომ არის ასე? ზოგი მათგანი ქორწინების გარეშე დაიბადება. მათზე, ვინც ბიძაშვილებთან ქორწინებაშია, ან ამისკენაა მიდრეკილი, სტიგმის დადების ნაცვლად ბევრად უფრო პოზიტიური მიდგომა იქნებოდა, რომ ხელმისაწვდომი გავხადოთ თანამედროვე გენეტიკური ტესტები. გულისხმობ, ნახეთ, ხელები გადაჯვარედინებულია, ფეხები გადაჯვარედინებულია. მისი სხეულის ენაც ფეხებივით განზეა მიმართული. ყველა ეს ადამიანი მის iPad-ზეა. მას მოწყინდა. ყველა ეს ადამიანი ფიქრობს, რას ლაპარაკობს საერთოდ. მომავალი დაქორწინებული წყვილებისთვის ტრენინგი, როგორც ეს ხდება ყველა არაბულ ქვეყანაში, სპარსეთის ყურეში და სხვაგანაც. ზოგადად, ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება იმ თემებში, სადაც ეს პრაქტიკა ყველაზე მეტად არის გავრცელებული. ამიტომ, იმის ნაცვლად, რომ თქვათ, ეს რამე ნამდვილად პრობლემურია და უნდა იყოს უკანონო, ჩვენ უნდა დავხარჯოთ ჩვენი გადასახადის გადამხდელთა ფული იმაზე, რომ ვეცადოთ ამ ადამიანების განათლებას, რათა არ გააკეთონ ის, რასაც მაინც გააგრძელებენ. და როგორ ვიცით ეს? იმიტომ რომ მან თქვა, თუ ამას უკანონოდ გამოაცხადებთ, ერთადერთი რაც მოხდება ისაა, რომ ეს მაინც გაგრძელდება. უბრალოდ ისინი აღარ დაქორწინდებიან ოფიციალურად. ამიხსენით, ამაში რა აზრია? თქვენ ფაქტობრივად ყველას ეუბნებით, რომ ეს ვერასდროს შეწყდება. მაშინ რატომ არ ვხარჯავთ გადამხდელების ფულს იმაზე, რომ შევაჩეროთ ეს? ნაცვლად იმისა, რომ გავაკეთოთ ის, რაც რეალურად დაიცავს ბავშვებს და შეაჩერებს ამას. ამიტომ მოუწოდებ პარლამენტს, რომ წინააღმდეგ მისცეს ხმა ამ წინადადებას და მოძებნოს უფრო პოზიტიური მიდგომა იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომლებიც გამოწვეულია პირველ ბიძაშვილებს შორის ქორწინებით. მათ შორის ჯანმრთელობის რისკების და თანამედროვე კონფლიქტებისა და მოსახლეობის გადაადგილების შედეგები მთელ მსოფლიოში. ის პირდაპირ ამბობს, რომ სტაფილოსა და ქორწინების აკრძალვა ისლამოფობია იქნებოდა, რადგან ეს მისი კულტურის ნაწილია. საზიზღარი, გულისამრევი, მიუღებელი. უბრალოდ დაუჯერებლად მიმაჩნია, რომ ისინი მზად არიან ყველაზე ბუნებრივ რაღაცებს დაუპირისპირდნენ. იმ რაღაცებსაც ყველამ ვიცით, რომ სიმართლეა და თქვენ ხო ეს ისლამოფობიურია. და ისინი ამას ისე ღრმად ავრცელებენ, რომ ჩვენი მთავრობებიც კი იჯერებენ. სინამდვილეში მთავრობა ამას არ ებმება. არავინ, განსაკუთრებით კი Keir Starmer არ ფიქრობს, რომ ბიძაშვილების ერთმანეთზე დაქორწინება კარგია. უბრალოდ მათ არ შეუძლიათ პაკისტანელების ხმების დაკარგვა, ამიტომ ამას არ გააკეთებენ. და ეს ჩემთვის არც ისე კარგია. მადლობა ამ საკითხზე ყურადღებისათვის.